ხო, ჩვენ რეგიონში ვიყავით მოწინავე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობაში, ნატოსთან ურთიერთობაში, დემოკრატიული ინსტიტუციების შენებაში გვქონდა სერიოზული პროგრესი და აი ამ ქვეყნიდან ვიქეცით დიპლომატების დერეფანში გამომჭერ ქვეყანად. თან ვიზია ხო საუბარი, გუშინ რო ჩამოდგა მთელი ქართული ოცნება და ლანძღავდა, თან ბოლოს სიტყვებით, აი ამ დიპლომატთან შეხვედრას ახლა ქართულ საზოგადოებას ასაღებენ, რომ აი თითქოს ისინი ალაგებენ სიტუაციას და აუმჯობესებენ ურთიერთობებს ევროპასთან. ეს ასე რა თქმა უნდა არ არის, ხო? მათ ზუსტად აქვთ ინფორმაცია, ზუსტად იციან თუ რა უნდა გააკეთონ. უნდა გააკეთონ ის, რომ ამ ქვეყანაში ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები, უნდა გააკეთონ ის, რომ გამოუშვან პოლიტპატიმრები და გააუქმონ ის რეპრესიული კანონმდებლობა, რაც მიიღეს განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევარში. ეს არის ის კონკრეტული საკითხები, რისი შესრულებაც მათ ევალებათ და არა იმიტომ, რომ რომელიღაც როგორც თვითონ ამბობენ ევროპელ ბიუროკრატს ჭირდება, ეს ჭირდება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. და სწორედ იმ მომავალს გვართმევენ, რომელზეც პირიქით უნდა მუშაობდეს ხელისუფლება. ამიტომ ესეთი რაღაც დერეფანში შეხვედრები და რაღაც გამოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ შეცვლის. აქ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. და არა ის, რაც კობახიძემ განაცხადა წელიწად ნახევარზე. თუმცა პარალელურად, რადგან ცვლილებებზე ვსაუბრობთ, რაღაც ტიპის ახალი ტიპის რიტორიკა შემოიტანა თითქოს ქართულმა ოცნებამ, პროპაგანდამ. ჩვენ ვნახეთ, რომ სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე ერთ-ერთ ქართული ოცნებისთვის სასურველ ტელეეთერში საუბრობდა პოლიციელების დანაშაულზე. მანამდე ამას უძღოდა წითოტნა ივანიშვილის განცხადება, სადაც ის საუბრობდა ძალადობაზე. რას მიანიშნებს ეს ყველაფერი თქვენთვის? ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა ვნახოთ ახალი რიტორიკა ქართული ოცნების მხრიდან პროპაგანდა ცვლის თუ არა თავის ხისტ მიდგომებს? ეს ის პოლიციელები არ იყვნენ, რომელთაც ჩინმედლები დაურიგეს ერთი მეორის მიყოლებით ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდა და ამ როგორც რა ვიცი თვითონ ამბობენ ამ გუნდის პირობებში არ მოხდა მართლა იმ ადამიანებს რომლებიც წამება დაუგეგმეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს ხო და როდესაც პირველ დღეებში ეს გამოჩნდა და ტელევიზიებმა გადაიღეთ ან თქვა უბრალოდ ადამიანებმა გადაიღეს მერე მიიყვანეს მიკროავტობუსები გამოუთავისუფლეს იქ ადგილი და 300-ზე მეტი ადამიანი აწამეს და ამის შემომქმედი ხარება შემდეგ რო წაიყვანეს და medali ჩამოკიდეს გულზე ესენი არ იყვნენ ახლა დაინახეს ნაწამები ახალგაზრდები დავაზუსტებ ჩემ კითხვას რა შეჭირდება ეს ქართულ ოცნებას ეს უფრო საინტერესოა მათ გულწრფელობაში არ შესაძლოა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სჯეროდეს მაგრამ რისთვის აკეთებს ამას ქართული ოცნება რა შეჭირდება ამ ტიპის რიტორიკის შემოტანა როცა პირდაპირ ყოველთვის ხისტი იყო ნახეთ ქართული ოცნების რიტორიკა ზოგადად და რუსეთის რიტორიკა და მათი მეთოდები გავს ძალიან ერთმანეთს ხო ერთის მხრივ უნდა დააბრალო ადამიანს ან გუნდს ისეთი რამ, რომლის საწინააღმდეგოსაც ის აკეთებს და მეორეს მხრივ უნდა გაუშვა ხშირად ერთმანეთისგან საწინააღმდეგო მესიჯები. ხო, აი ერთ დღეს გამოდის გურამ აჭარაშვილი და გვეუბნება, რომ ქართველი კაცების გათხოვება აქვს გეგმად ბრიუსელს და მეორე დღეს გვეუბნება მამუკა მდინარეძე და უი, არა ეს სისულელია და ესეთ რაღაცა ვის მოაფიქრდა თავშიო გეგონება რაღაც სხვა გუნდის წარმომადგენელი ამბობდა აი ამ ურცხ ტყუილს და ამის გამო ამბობენ დღემდე სხვათა შორის მათი პროპაგანდისტები რომ თითქოს ამის გამო აღარ მივდივართ ევროპაში. ევროპაში არ მივდივართ იმის გამო რომ დემოკრატიაზე ითქვა უარი, არჩევნები იქნა მიტაცებული ამ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები ყავს და ის კანონები მიიღეს, რომელიც მართლა გუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. აი, ამიტომ არ მივდივართ, ვერ მივდივართ ევროპაში და არა იმის გამო რომ ბრიუსელში ვიღაც მოქალაქე დილით გაიღუძებს და ერთი სული აქვს რომ აქ ქართველი კაცები გაათხოვონ სადღაც. აი ამ სისულელეზე დავიდა ქართული ოცნება. მეტი არაფრისთვის არ იყენებენ ამას რომ აი ერთ დღეს ერთ სიტყვიან, მეორე დღეს მეორე სიტყვიან. შეხედავენ რაღაც ევროპასთან შესაძლოა დაალაგონ ან რაღაც კარგი ამისი როგორ ფიქრობთ? მათ აქვს სურვილი რომ სანქციების ქვეშ არ მოყვნენ და იმის შემდეგ როდესაც ორბანი გამოეცალათ მათ და მათი მისი იმედი უკვე ვეღარ ექნება რამდენიმე დღეში მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში შეიცვლება უკვე ადმინისტრაცია
უნგრეთში და მათი ეს არადემოკრატიული ნაბიჯების გამო მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა. აქვთ ალბათ ამის მოლოდინი, ხო? მე ნამდვილად ვერ გეტყვით ისინი რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუმცა ეს რიტორიკა ევროპარლამენტიდან სხვადასხვა სტრუქტურებიდან ჩვენ წლებია გვესმის, რომ შესაძლოა იყოს სანქციები და ვინ ბლოკავდა ამას პრორუსი ორბანი, რომელიც უკვე აღარ არის ხელისუფლებაში. ამიტომ ამ რისკებს ხედავენ და შესაძლოა ამის გამოც დაიწყონ რიტორიკის შეცვლა, თუმცა ამ ხელისუფლებისგან ვეღარ გამოვა პროდასავლური ძალა. იმიტომ რომ ისინი პირდაპირ იმართებიან კრემლიდან. ავიღოთ რაღაც გამოსვლები, ერთის მხრივ კობახიძის, მეორეს მხრივ მარგარიტა სიმონიანის. არის ერთი-ერთში ასლი პრაქტიკულად სხვადასხვა ენაზე გაკეთებული განცხადებები, ესეთი რაღაც ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვინახავს. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყანას სამწუხაროდ ვერ ექნება ნათელი მომავალი და აი ელჩის დაბარებაზე ამაზეც მინდა ერთი სიტყვით ვთქვა. აი ჩვენ ნახეთ ირანის ელჩის განცხადება, რომელიც პირდაპირ დაემუქრა ქვეყანას. ვერ გაუბედეს რაიმეს თქმა. და ის თავისით მივიდა შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ხოლო ევროკავშირის ელჩთან, გერმანიის ელჩთან, დიდი ბრიტანეთის ელჩთან დიდი გული აქვს. აი ესეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენ, რომელიც ვერც ან ცნობს მტერს, მაგრამ მასთანაა გარიგებული და ვერ ცნობს ნამდვილად მოყვარეს და თავისი ქვეყნის მოყვარეს და არა რომელიმე ხელისუფლების ან ჯგუფების გულშემატკივარს. ევროკავშირი არის ამ ქვეყნის ხალხის გულშემატკივარი და გვერდში მდგომი ძალა. ბოლოს საკადრო ცვლილებები რას გეუბნებათ თქვენ? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ უნდა დავინახოთ ამ პროცესში? თუნდაც ოპოზიციისთვის ხელმოსაჭედი. გულწრფელად გეტყვით, არაფერი არ იცვლება. ივანიშვილის ქოლგის ქვეშ ვინსად გადავა, რათ სკამზე დასვავს, როდის მე იქიდან გადმოსვავს და რუსთავის ციხეში წაიყვანს, ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ არ იცვლება ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერი უკეთესობისაკენ. თქვენ ისაუბრეთ ფასებზე, ხო? თუმცა ეს კრიზისი მიუთითებს თუ არა, თუნდაც საკადრო კრიზისი, ისო ერთი და იგივე სახების, ვთქვათ, რაღაც კარუსელივით ტრიალი, ასე უყურებთ თქვენ როგორც ჩანს ამ საკადრო ცვლილებებს, ეს მაინც მიანიშნებს თუ არა, რომ ყველაფერს ხო აქვს დასაწყისი, გაგრძელება, დასასრული, შესაძლოა ეს იყოს რაღაც უკვე იმ ტიპის ცვლილება, რომელიც ზუსტად სიახლეს, მართლა ვერანაირ სიახლეს ვერ გთავაზობს და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? ქართული ოცნება რაღაც საოცარი სახეებით არც განსაკუთრებით ბოლო წლებში უფრო სწორად არ იყო არასდროს გამორჩეული რაღაც განსაკუთრებული სახეებით, თუმცა რა თქმა უნდა, ეხა ესეთ პოლიტიკურ ძალასთან არავის არ უნდა ასოცირება, ხო? ეხა მარტივი მაგალითი ვთქვათ, როდესაც იმედი დასანქცირდა, მეორე დღეს თუ ვინმე სადმე პოზიციაზე იყო იმ კომპანიაში გადადგა, ხო? ერთმანეთს ასწრებდნენ სამოქალაქო რეესტრში მისვლას. ანუ არ უნდათ რა თქმა უნდა მათთან აფილირება, შესაბამისად რა თქმა უნდა ეს პრობლემა შესაძლოა კონდეს, თუმცა მე მინდა რომ საზოგადოება ემწოდეს ამით არაფერი არ იცვლება. ხშირად გვესმის რომ შეიძლება კობახიძეც აღარ იყოს თანამდებობაზე, ვიღაცები კიდე მოხსნა, ასე შემდეგ, ვიღაცები დაიჭირონ, რაც გუშინაც ვნახეთ უკვე განაჩენებიც დადგა, არაფერი ამით არ შეიცვლება. ამ ქვეყნის მმართველობის პრობლემა არის ის, რომ არის მიტაცებული სახელმწიფო. ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს ამ ქვეყანაში, აკონტროლებს სასამართლოს, აკონტროლებს პარლამენტს, აკონტროლებს ყველა მინისტრს, აკონტროლებს არ ვიცი უკვე ვინ შემოდის, ვინ გადის ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ. უკვე მოსპოს სამოქალაქო საზოგადოება უბრალოდ დიდ ნაბიჯებს გავს აქეთკენ. თავარია ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არ იცვლება არაფერი. აი, გუშინ მაგალითად რაც ჩვენ ნახეთ, ხომ, ადამიანს მათი მთავრობის წევრს მიესაჯა 10 წლიანი პატიმრობა იმის გამო, რომ ჯარს მოპარა ფული. ჩვენ ვიცით, აი ესენი თვითონ რასაც ამბობენ, ხო, ბავშვების და გაჭირვებული მოხუცების მძარცველი ხელისუფლებაა, ხო? ბავშვს, მოხუცს და ჯარისკაცს რო ფულს მოპარავ, რა მორალზე, რა ადამიანობაზე, რა ქართველობაზე უნდა ილაპარაკო. ფასები სწორედ ამიტოა გაზრდილი, რომ ეს ქვეყანა არის ყველამდე კორუფციაში ჩაფლული, ყველა რგოლი და ეხლა შეშლილი სახეებით რო გამოდიან განსაკუთრებით ეს პროპაგანდისტები, რომ ამხელა კორუფცია ყოფილა. წლები ამაზე ვსაუბრობ და ვერ შემცირდება ფასები მანამ სანამ ამ ქვეყანაში იქნება ასეთი კორუფცია. მარტივ მაგალითს ვიტყვი, ჩვენ ერთი თვის წინ დაახლოებით
მოუწოდეთ, რომ იწყება საგაზაფხულო სამუშაოები, ხომ? ნავთობის ფასის ზრდის გამო გაიზარდა საწვავზე ფასი. ადამიანებს ამის გამო შეექმნებათ პრობლემა. ხო შეიძლება 3 თვით როგორც ეს გააკეთა სხვადასხვა ქვეყნებამ. ხო ავსტრალიამ თუ დაწია აქციზის გადასახადი, ჩვენც რო 3 თვით დაგვეწია მაგალითად აქციზის გადასახადი ან რაღაც პერიოდით შვება მიგვეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე იწყებენ ამ ხვნათესვის სამუშაოებს, ხომ იქნებოდა კარგი. ეს რომ არ გააკეთეს, ეს რომ თავის მხრივ შემოდგომაზე უკვე კიდევ უფრო გაზრდის ფასებს. საწვავის ფასის გაზრდის გამო ჯერ კიდევ წნეხი არ უნახავს ფასებს. დროთა განმავლობაში ერთ-ერთ თვეში კიდევ უფრო გაიზრდება ფასები და უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება და ამის დასტური არის ის, რომ ბოლო 5 წელიწადში 22,000-ზე მეტი ბავშვი წავიდა სკოლიდან და გადავიდა უცხოეთში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დაგვაყენა ამ ხელისუფლებამ და მილევად რეჟიმშია სამწუხაროდ ქართველი ერი და არ უნდა ველოდოთ სამწუხაროდ გაუმჯობესებას სიტუაციის მანამ სანამ ეს ხელისუფლება იქნება სათავეში და ეს უკვე ამ ქვეყნის ეგზისტენციალურ პრობლემად იქცა, რომ ეს ადამიანები მართავენ და აღატაკებენ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. აი ასევე აუცილებლად როგორ შეიძლება მოგიბრუნდეს ენა და თქვა, რომ წამალი არ უნდა მისცე ბავშვს, იმიტომ რომ ეს რამდენიმე წლით შეუმსუბუქებს მას თითქოს ყოფას, ხო? ამაზე მეტი ამორალურობა რა შეიძლება თქვა ადამიანმა? თითოეული ბავშვის, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ძვირფასი და მშობლებს როგორ ექცევიან ღიაცის ქვეშ დატოვეს ელემენტარული საჭიროებების გარეშე, ხო? რა სითხოვენ ეს ადამიანები? წამალს ითხოვენ. 1-2 ჩინოვნიკი, კარგად რომ დავფერთხოთ, იმ წამლის ფული იქნება თავისუფლად მოუყრით თავს, ხო? და ნახეთ რომ მილიონებს იღებენ სხვადასხვა ჩინოვნიკების სახლებიდან. რა გახდა რომ რამდენიმე ბავშვს შეუმსუბუქოდ ძალიან ენით ახსნელი და გაუგებარი გაჯიუტება არის ეს ყველაფერთან ერთად იმ ამას ხო აქვს თავისი რაღაც არის მორალური კატეგორია, თავისი პოლიტიკური მდგენელი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი არის კიდე გაუგებარი, რატომ გაჯიუტდა ამ ბავშვი ასე სისტემა, როცა არ ვიცი, აი შეეძლოთ მაგალითად ჩვენ ნახეთ აქონდროპლაზიამაც გამოიარა ეს ამბავი შეეძლოთ რომ ეთქვათ რომ ვიღაცისთვის საკუთარი ამომრჩევლისთვის იქ საკუთარი მათივე ამომრჩეველი დგას სხვათა შორის აქონდროპლაზიაზე ხო გახსოვთ მაშინაც ამბობდნენ რომ ეს წამალი არ კურნავს და ასე შემდეგ ჯამრთელობაზე ეს ხო ყველაფერზე მაღლა დგას ხო აი ბოროტის სისტემაა ეს ბოროტ სისტემა ჩამოყალიბდა ალბათ ისინი ფიქრობენ რომ დღეს თუ მათ მივეცით წამალი ხვალ სხვაც მოითხოვს და ასე შემდეგ ხომ და შემდეგ ყველას თუ მისცეს წამალი და თავისი რაღაც საჭირო დაუკმაყოფილეს შემდეგ მოსაპარად აღარ დარჩება ფული. არა და რა თანხაზე ვსაუბრობთ? ჯერ ერთი ეს ბიუჯეტი მათთვის არავის არ დაუტოვებია, ჩემი და თქვენი თანხაა და საზოგადოებაში ვერ ვნახე ერთი ადამიანიც კი, რომელიც იტყოდა, რომ იცი რა, ამ წამლებზე არ უნდა დაიხარჯოს თანხა. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩამოყალიბდა ესეთ სისტემად, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს, არც ბავშვების სიცოცხლე, რომელსაც შეუძლია განსხვავებული მოსაზრების გამო 300-ზე მეტი ადამიანი აწამოს. პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ აწამოს, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იყო რაც დაატრიალეს მათ ამ ქვეყანაში, ამიტომ გამოფხიზლდეთ და გადავდგათ ნაბიჯები, რათა ქართული ოცნების ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად მოვიშვათ.